ხოლო ერთ თვეში უკრაინამ გამარჯვებების შემდეგ მოიპოვა რუსეთის წინააღმდეგ. მასიური ტერიტორიული წინსვლები ხდება, რადგან უკრაინელები იბრუნებენ საკუთარ მიწებს და ანადგურებენ რუსულ ძალებს. ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება. უკრაინა გადაიქცა საშიშ საბრძოლო ძალად, რომელიც აერთიანებს ინოვაციას ბრწყინვალე ტაქტიკასთან. რის შედეგადაც ფრონტის ხაზის მნიშვნელოვან სექტორებში გათავისუფლებები ხდება და რუსეთი შეჩერებულია. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სივსკიმ დეტალები გაავრცელა Facebook-ის პოსტში 15 აპრილს და აღნიშნა, რომ რუსეთმა გაზარდა შეტევების ინტენსივობა გაზაფხულის შეტევის ფარგლებში. სივსკიმ დეტალურად აღწერა, როგორ პასუხობს უკრაინა და რას ნიშნავს ეს პასუხი რუსეთისთვის. ჩვენ უნდა დავეუფლოთ სტრატეგიულ ინიციატივას. ამიტომაც ვატარებთ აქტიურ თავდაცვას, განაცხადა სივსკიმ, სანამ ცუდ ამბავს აცნობებდა პუტინს. ამის წყალობით მარტში ჩვენს ჯარებმა თითქმის 50 კვადრატული კილომეტრი ოკუპირებული ტერიტორია დაიბრუნეს კონტროლის ქვეშ. ეს წარმატებები უკავშირდება კონტრშეტევის მოქმედებათა სერიას, რომლებმაც რუსეთი მოულოდნელად დაატყდა თავს, რადგან უკრაინა კონცენტრირებულია იმ ტერიტორიების დაბრუნებაზე, რომელზეც რუსეთს მხოლოდ სუსტი კონტროლი ჰქონდა თავისი ინფილტრაციის სტრატეგიით. პუტინის გეგმები უკუშედეგით დასრულდა. მას ეგონა, რომ რუსეთის ცოცხალი ძალის უპირატესობას გამოიყენებდა და ჯარისკაცის შემდეგ შეიყვანა, რათა ოკუპირებული სექტორები ნაცრისფერ ზონებად ექცია. პუტინი შეცდა. უკრაინა ძლიერად დაბრუნდა და წარმატებებს აღწევს, მაშინაც კი, როცა რუსეთი ცდილობს გაზაფხულის შეტევის დროს ზეწოლა გააძლიეროს. რუსეთისთვის საქმე ასე ცუდად არ იქნებოდა, რომ უკრაინა ან წარმატებებს რუსეთის მრავალთვიანი წინსვლის შემდეგ აღწევდეს. მაგრამ ასე არ არის. ბოლო 50 კვადრატული კილომეტრი, ანუ 19.3 კვადრატული მილის ტერიტორიის გათავისუფლება მოჰყვა თვეს, როდესაც უკრაინამ კიდევ უფრო მეტი მიწა დაიბრუნა. მას შემდეგ, რაც უკრაინამ სამხრეთში კონტრშეტევების სერია წამოიწყო, უკრაინამ 20 თებერვლისთვის დაახლოებით 300 კვადრატული კილომეტრი, ანუ დაახლოებით 115 კვადრატული მილი დაიბრუნა. მარტის ბოლოსთვის სივსკი აცხადებდა, რომ უკრაინამ რუსეთიდან დაახლოებით 450 კვადრატული კილომეტრი, ანუ დაახლოებით 185 კვადრატული მილი დაიბრუნა კონტრშეტევის შედეგად, რომელიც თავიდან სწრაფად მიმდინარეობდა. ასე არ არის. ის, რასაც უკრაინა აკეთებს, უკიდურესად სტრატეგიულია და რამდენიმე მნიშვნელოვან სექტორზეა კონცენტრირებული, როგორც თავად ნახავთ თუ ვიდეოს პორებას გააგრძელებთ. თავარი აქ ისაა, რომ უკრაინამ პუტინის ძალების წინააღმდეგ ზედიზედ რამდენიმე თვე მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვა. მარტში კი ტერიტორიების დაბრუნებას თან ახლდა რუსეთისთვის წარმოუდგენლად მაღალი დანაკარგები. ალ-ჯაზირა იუთრება, რომ მარტში რუსეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გამოწვეული დადასტურებული დანაკარგების ახალი რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა. უკრაინა აცხადებს, რომ ეს გაუმჯობესებულმა დრონების წარმოებამ შესაძლებელი გახადა. ეს უფრო რთულია, მაგრამ მთავარი ციფრი მარტივია. 35351 რუსი მოკლეს ან დაჭრეს უკრაინაში იმავე თვეში, როდესაც უკრაინამ თავისი ტერიტორიის 50 კვადრატული კილომეტრი დაიბრუნა. დაკარგულთა ეს მაჩვენებელი 29%-ით მეტია თებერვლის მაჩვენებელზე, რაც გვაჩვენებს, რომ რაღაც იცვლება უკრაინაში. საქმე აღარ ეხება მხოლოდ პოზიციების შენარჩუნებას. უკრაინა წინ მიიწევს აქტიური თავდაცვით, რომელიც რუსებს უფრო მეც კლავს ვიდრე ოდესმე. ვლადიმირ პუტინის პრობლემებს ანძაფრებს ისიც, რომ რუსეთის რეკრუტირების ტემპი ვერ ეწევა 2026 წლის დანაკარგების მაჩვენებელს. რუსეთი გეგმავს წლის ბოლომდე 409,000 ჯარისკაცის რეკრუტირებას. ამ რაოდენობასთან ახლოსაც კი ვერ მიდის. ამჟამად რუსეთს ყოველდღიურად საშუალოდ 1120 ჯარისკაცის რეკრუტირების ტემპი აქვს, რაც ალ-ჯაზირას თქმით, საბოლოოდ იმას გამოიწვევს, რომ 2026 წლის ბოლოს მიზანთან შედარებით 65,000 ჯარისკაცით ნაკლები ეყოლება. ეს ნიშნავს, რომ ფრონტზე ნაკლები ჯარისკაცი გამოჩნდება და როცა რუსეთს ნაკლები ჯარისკაცი ხავს ოკუპირებული ტერიტორიის დასაცავად, უკრაინისთვის კიდევ უფრო მეტი კონტრშეტევის შესაძლებლობები ჩნდება. რაც მარტში ვიხილეთ უკვე შთამბეჭდავია, მაგრამ ეს შეიძლება მხოლოდ დასაცვესი იყოს რაღაც ბევრად უფრო დიდის, რადგან რუსეთის ცოცხალი ძალის პრობლემები 2026 წელს კიდევ უფრო გამწოვდება. ასე რომ რუსეთი აწყვეტება რეკრუტირების პრობლემებს, რეკორდულ დანაკარგებს და უკრაინა იბრუნებს დიდი ტერიტორიებს. შეიძლება კი პუტინისთვის კიდევ უფრო გაუარესდეს მდგომარეობა. მოკლე პასუხია კი. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა რუსეთი იწყებს დიდ გაზაფხულის შეტევას, რომელიც თითქოს უნდა დასრულდეს დონბასის დაცემით და რუსეთის მიესეთის მიერ უკრაინის დიდი ტერიტორიების მიტაცებით. ამ გაზაფხულის შეტევის დაწყების შედეგად შეტევები მთელ ფრონტზე გაძლიერდა. რუსეთი აგზავნის ჯარისკაცების ტალღებს კონსტანტინივკის, ლიმანის, დნიპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს მიმართულებით და დონეცკის გამაგრებული ქალაქების სარტყლისკენ, რადგან პუტინი მის ერთადერთ სტრატეგიას მისდევს: უხლის ცოცხალ ძალას უკრაინის თავდაცვას, სანამ უკრაინა არ გათხრდება. მძიმე ბრძოლები ასევე დაფიქსირდა ოლექსანდრიუკისა და პოკროვსკის მიმართულებებზე, რომელთაგანაც პოკროვსკი ის ქალაქია, რომის აღებაც რუსეთს დეკემბრიდან მოყოლებული აქვს გამოცხადებული. ძირითადი ლოგიკა გარნახობს, რომ მეტი შეტევა უნდა ნიშნავდეს რუსეთის მიერ მეტი ტერიტორიის დაკავებას, მაგრამ ასე არ ხდება. რაც ჩვენ რეალურად ვხედავთ ფრონტის ხაზზე, ეს არის რუსეთის წინსვლის ტემპის მკვეთრი შენელება. Business Insider ამაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ პუტინის ძალები 2025 წლის მარტში დღეში დაახლოებით 12.9 კვადრატულ კილომეტრს, ანუ 5 კვადრატულ მილს იკავებდნენ.
ერთი წლის შემდეგ კი წინსვლის ტემპი შედარებით მცირეა. დღეში მხოლოდ 2.58 ასეული კვადრატული კილომეტრი, ანუ 1 კვადრატული მილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთის წინსვლის ტემპი მხოლოდ 1 წელიწადში 5-ჯერ შემცირდა. და რომ რუსეთისთვის კიდევ უფრო მტკივნეული იყოს, უკრაინამ შეძლო ინიციატივის ხელს ჩაგდება და დღეში 4.76 ასეული კვადრატული კილომეტრის, ანუ 1.8 კვადრატული მილის ათვისება, რაც თითქმის 2-ჯერ მეტია ვიდრე რუსეთი აღწევს. ეს ყველაფერი რუსეთისთვის ძალიან მარტივად ნიშნავს ერთს. გაზაფხულის შეტევის დაწყება სრული მარცხი აღმოჩნდა. ფრანც 24-ის მიხედვით, ომის კვლევის ინსტიტუტის, ანუ ISW-ს შეფასებამ, საბოლოო წერტილი დაუსვა რუსეთის 2026 წლის მარტის კამპანიას. როდესაც უკრაინის წინსვლას რუსეთისას გადაუკვით, მარტი პირველი თვეა 2 წელიწადნახევარში, როცა რუსეთის წმინდა ტერიტორიული მონაპოვარი 0 იყო. უკრაინა უსწრებს რუსეთს. უკრაინა პუტინს სიფცხილს აკენებს, რადგან სწორედ იმ თვეში, რომელიც რუსეთის გამარჯვების მარშის დასაწყისად ითვლებოდა, უკეთეს და უფრო ეფექტურ შეტევას ახორციელებს ვიდრე რუსეთი. ეს მხოლოდ პუტინისთვის დამამცირებელი არ არის. ეს სრული კატასტროფაა, რომელიც უნდა აჩვენებდეს მას, რამდენად ცუდად მუშაობს მისი სტრატეგია. პრობლემაზე ხალხის გადაკრა მანამ სანამ ის არ გაქრება, იმ 21 საუკუნის ბრძოლის ველზე, რომელიც უკრაინამ შექმნა. რაც ახლა ხდება არის ის, რომ ყველაფერი უკრაინის სასარგებლოდ იწყებს შეცვლას. და ეს ხდება ეს ყველაფერი. აშკარა პასუხი იმაზე, თუ როგორ ახერხებს უკრაინა ამ ყველაფერს რუსეთის არმიის წინააღმდეგ, რომელსაც რაოდენობრივად დიდი უპირატესობა აქვს, არის დრონები. შეგვიძლია უბრალოდ ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი დრონებმა გააკეთეს და ამით დავამთავროთ. მაგრამ სინამდვილეში ეს ბევრად უფრო რთულია. მაინც დრონები გადამწყვეტ როლს თამაშობენ. გახსოვთ ის მარტის დანაკარგების სტატისტიკა, რომელიც ადრე გაგიზიარეთ. 35351 რუსი ჯარისკაცი მოკლული ან დაჭრილი. Euromaidan პრესის მიხედვით, ამ დანაკარგების 96% დრონების მიერ იყო გამოწვეული. უკრაინის საფრენი და სახმელეთო რობოტები დიდ ზიანს ატენებენ რუსეთის გაზაფხულის შეტევას, რაც უკრაინას საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს პოზიციები იმ რეგიონებში, რომლებზეც პუტინი ამ დროს სხვა მიმართულებებით წინ მიიწევს. სხვათა შორის, უკრაინის დრონების უპირატესობა კიდევ უფრო ძლიერდება. 2026 წელს დიდი ბრიტანეთი უკრაინას გაუგზავნის მასშტაბურ პაკეტს, რომელიც 120,000-ზე მეტ დრონს მოიცავს. რაც დაემატება იმ მილიონობით დრონს, რომელსაც უკრაინა თავად აწარმოებს. ომში შორმანძილზე მოქმედი დრონების მიმართულებაც რუსეთისთვის უკეთ არ ვითარდება. დიდი ხნის განმავლობაში იმ სფეროში, სადაც რუსეთს აშკარა უპირატესობა ჰქონდა, შორმანძილზე მოქმედი დრონები გამოიყენებოდა უკრაინის ქალაქებსა და ინფრასტრუქტურაზე ზიანის მისაღებად. კიდევ ერთხელ, რაოდენობა იყო მთავარი, როგორც პუტინისთვის სახმელეთო ომშიც იყო. თუმცა მარტი ამ სფეროში კიდევ ერთ გარდატეხას წარმოადგენდა. ABC News-ი იუწება, რომ მარტი იყო პირველი თვე მთელი ომის განმავლობაში, როდესაც უკრაინამ რუსეთზე უფრო მეტი შორმანძილზე მოქმედი დრონი გაუშვა, ვიდრე რუსეთმა მოახერხა უკრაინაზე გაშვება. სხვაობა მნიშვნელოვანია. 7347 უკრაინული დრონი 6462 რუსულ დრონთან შედარებით. და რაც პუტინისთვის კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას, უკრაინის ახალი ტიპის ჩამჭერი დრონები, რომლებიც შაჰიდებს ძალიან იაფად ანადგურებენ, უკრაინას დაეხმარა მარტში რუსული დრონების თითქმის 90%-იანი ჩამოგდების მაჩვენებელი მიეღო. რუსეთი უკრაინაზე ნაკლებ დრონს უშვებს და ამ დრონებით ნაკლებ წარმატებას აღწევს ვიდრე ბოლო თვეებში. და ეს ნიშნავს, რომ მარტი პუტინისთვის კატასტროფული იყო არა მხოლოდ ბრძოლის ველზე. უკრაინის მზარდი ყურადღება ღრმა დარტყმებზე ნიშნავს, რომ ის შიგნიდან თანდათან ასუსტებს რუსეთის საომარ მანქანას. ხოლო რუსეთის შიგნით უკრაინის დრონებმა 66 ობიექტს დაარტყეს, მათ შორის 15 ობიექტი დაკავშირებული იყო რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელ სექტორთან. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რუსეთი T ფრონტზე დასუსტეს. იქნება ეს რუსეთის სამხედრო რესურსების, მაგალითად საწარმოო ობიექტების განადგურებით, თუ იმ საწოვის წართმევით, რომელსაც რუსეთი თავის ჯარს აწვდის და სხვა ქვეყნებს მოგებით ღირს. ამიტომ დრონებმა მატჩი უკრაინისთვის დიდი მნიშვნელობა შეიძინა. მაგრამ ალბათ ეს უკვე იცოდით. თორსა საუბარია იმაზე, თუ როგორ მოახერხა უკრაინამ რაიმე გამორჩეული რუსეთის წინააღმდეგ, დრონები როგორც წესი ერთ-ერთი მიზეზია. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ იმას, რაც ახლა ხან ვთქვით. ერთ-ერთი მიზეზი. დრონების მასიური შეტევის მიღმა კულისებში კიდევ ბევრი რამ ხდება, რამაც უკრაინას საშუალება მისცა რუსეთის წინააღმდეგ დიდი წარმატებები მიეღო. მაგრამ სანამ ამაზე უფრო ხმად ვისაუბრებთ, ამის მსგავსი კიდევ ბევრია. თუ თქვენთვის საინტერესოა The Military Show, რაც მუნდით რომ არხზე გამოწერილი ხართ. სიერსკის სიტყვებში იყო რაღაც ისეთი, რაც თქვენს ყურადღებას უნდა მიეპყრო. 50 კვადრატული კილომეტრის განცხადების მიღმაც. სიერსკინ გამოიყენა ტერმინი აქტიური დაცვა და ეს ტერმინი ბევრად მეც ნიშნავს, ვიდრე ბევრს გონია. სიერსკიმ თავად მოგცა გარკვეული მინიშნებები თუ რატომ, როცა თქვა, ჩვენ უპირისპირდებით რუსების რიცხობრივ უპირატესობას უჩასაბძაინული საბრძოლო ოპერაციების ხარისხით. ვაიძულებთ მტერს ითამაშოს ჩვენი წესებით და მუდმივად ვაცილებთ მათ დავალებების შესრულების ვადებს. ის ამატებს, რომ უკრაინა იყენებს დატყვევებს რუსეთის სამხედრო და თავდაცვის სამრეწველო კომპლექსებზე, როგორც რუსეთში, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა შეამციროს რუსეთის შეტევითი შესაძლებლობები. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმაც ისაუბრა იმაზე, რომ უკრაინამ უნდა აიღოს ინიციატივა და 2026 წელს უფრო ადრე გადავიდეს შეტევაზე. ჯერ კიდევ იანვარში ფედოროვმა განაცხადა, რომ უკრაინა აპირებდა ყურადღება გაამახვილოს რუსეთის დაღუპულთა რაოდენობის გაზრდაზე, რადგან მან რუსეთისთვის თვეში 50,000 გამოუსწორებელი დანაკარგის მიზანი დაასახა.
ეს უკრაინის სამხედრო ძალებში სისტემურ რეფორმასთან ერთად გამოიწვევდა სიტუაციას, სადაც უკრაინა შეძლებდა ინიციატივის აღებას რუსეთის წინააღმდეგ. სწორედ ამას ხედავთ ახლა ბრძოლის ველზე. მაგრამ ინიციატივის აღება არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინა დაიწყებს მასშტაბურ კონტრშეტევას ფრონტის ხაზზე, რომელიც ახლა 1200 კილომეტრზე, ანუ დაახლოებით 745 მილზეა გადაჭიმული. უკრაინა ბევრად უფრო გონევრულად იქცევა. მიზეზი, რის გამოც მან წარმატებებს მიაღწია რუსეთის წინააღმდეგ როგორც მარტში, ისე თებერვალში, არის ის, რომ უკრაინამ სექტორული მიდგომა აირჩია თავისი კონტრშეტევის სტრატეგიაში. ჯორჯ ბაროსი ISW-დან ამბობს Business Insider-თან, რომ ეს არ არის შემთხვევითი, ეს არ არის გარემოებებზე დამოკიდებული. ამის მიზეზები არსებობს. როდესაც აღწერენ თუ როგორ ასუსტებდა უკრაინა რუსეთის თავდაცვას მნიშვნელოვან სექტორებში რამდენიმე თვის განმავლობაში, ეს საფუძველს უყრიდა იმ კონტრშეტევებს, რასაც დღეს ვხედავთ. ეს გვიჩვენებს, რომ უკრაინამ წარსული შეცდომების განისწავლა. მან უკვე წამოიწყო კონტრშეტევა რუსეთის წინააღმდეგ 2023 წელს. ის კონტრშეტევა საბოლოოდ რამდენიმე მიზეზის გამო წარუმატებელი აღმოჩნდა. ციგონ ერთ-ერთი იყო ის, რომ უკრაინამ ძალები ზედმეტად გაანაწილა. უკრაინა ახლა ამ შეცდომას აღარ უშვებს. ამის ნაცვლად ის აკვირდება იმ ადგილებს, სადაც რუსეთი ზედმეტად არის გაფანტული და იქვე უპირისპირდება. იდეა მარტივია. რუსეთის ინფილტრაციის სტრატეგიამ, რომელსაც ის 2025 წლის უმეტეს ნაწილში იყენებდა, მისცა მას შესაძლებლობა ტერიტორია მიეთვისებინა, მაშინაც კი როცა მხოლოდ რამდენიმე ჯარისკაცი ყავდა იქ შეპარული. ეს მცირე თავდაცვითი ჯგუფებია, რომლებსაც ახლა უკრაინა უმიზნებს და შედეგებიც აშკარად ჩანს. სადაც რუსეთი სუსტია, უკრაინა იქ ესმის თავს და ამ თავდასხმებს ახორციელებს იმავე დროს, როცა მტკიცე თავდაცვას ინაჩუნებს იმ რეგიონებში, რომელთა აღებაც რუსეთს განსაკუთრებით სურს. ეს თავდაცვა დიდ დანაკარგებს აყენებს რუსეთს, რაც კიდევ უფრო ასუსტებს მას, რადგან პუტინი იძულებულია გადაადგილოს ჯარები ბრძოლის ველზე მანამ, სანამ მზად იქნება. ეს მოულოდნელი გადაადგილებები კიდევ უფრო ასუსტებს რუსეთს და უკრაინას აძლევს მეტ შესაძლებლობას, რომ წარმატებებს მიაღწიოს. ოლექსანდროვკა, სადაც ახლა რუსეთი ცდილობს შეტევების განხორციელებას. ერთ-ერთი ასეთი სექტორი იყო. დნიპროპეტროვსკი კიდევ ერთი მაგალითია, როგორც Business Insider აღნიშნავს. და კიდევ მანამდე, სანამ 2026 წელს უკრაინის კონტრშეტევების შესახებ გავიგებდით, ის უკვე გვაძლევდა მინიშნებებს იმ სტრატეგიის შესახებ, რომელსაც გამოიყენებდა. ხარკივის ოლქში კუპიანსკისკენ მიმავალმა უკრაინამ დეკემბრის ბოლოს გაანადგურა რუსეთის მიერ ამ ქალაქის ოკუპაციის ცდილობა და უარყო პუტინისა და მისი თანამოაზრეების განცხადებები, თითქოს კუპიანსკი ამ პროცესში დაეცა. ამან მოგვცა გარკვეული ადრეული წარმოდგენა იმ სტრატეგიაზე, რომელსაც ახლა უკრაინა მისდევს. ეს საშუალებას აძლევს რუსეთს დაიკავოს ტერიტორია სტრატეგიულად უმნიშვნელო ადგილებში, მაშინ როცა უკრაინა კონცენტრირებულია იმ მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაბრუნებაზე, რომლებიც რეალურად გავლენას ახდენს რუსეთის გრძელვადიან გეგმებზე. კუპიანსკში უკრაინამ გაანადგურა რუსეთის მცდელობა, ეჩვენებინა ძალა სამშვიდობო მოლაპარაკებებამდე. ეხლა ოლექსანდრიევკასა და დნიპროპეტროვსკში უკრაინა უშლის რუსეთს ბუფერული ზონის შექმნას, რათა დაიცვას თავისი ძალები დონეცკში, ასევე აჩერებს რუსეთის შეტევის მცდელობას ზაპოროჟიაში. ეს არის უკრაინის ოპერაციული დაგეგმვის მონწიფება და გვიჩვენებს, რომ უკრაინა უკეთესად სწავლობს როგორც რუსეთის მიზნების წინასწარ განჯვრებას, ასევე საპასუხო ქმედებებს იმ ადგილებში, სადაც რუსეთს დაცვა შეუძლია. Business Insider-ი ამბობს, რომ უკრაინის დელთა სისტემა, რომელიც არის მასშტაბური ღრუბლოვანი საბრძოლო მართვის სისტემა და საშუალებას აძლევს უკრაინას დრონებისა და სხვა დანაყოფების მიერ ბრძოლის ველზე რეალურ დროში ჩაწერილი მონაცემების გადახედვას დიდ როლს ასრულებს. უკრაინა მუდმივად იღებს უახლეს სადაზვერო ინფორმაციას, რომელიც ოპერაციების დაგეგმვაში გამოიყენება. უკრაინის მიდგომის მომწიფება ასევე ჩანს მის სამხედრო სადლობაშიც. უკვე აღნიშნეთ, რომ ფიოდოროვი მუშაობს უკრაინის სამხედრო სტრუქტურის გადახალისებაზე. უკრაინა გადადის ცენტრალურ სისტემაზე, რომელიც აუმჯობესებს კოორდინაციას დანაყოფებს შორის და ეხმარება ოპერაციების დაგეგმაში. ყველა ეს ცვლილება უკვე აისახება ფრონტზე და მათ თან ახლავს უკრაინის ახალი აქცენტი საშუალო მანძილის დათმებზე. უკრაინა უფრო მეტ სამიზნეს უთხრამს ისეთ ადგილებში, როგორიცაა ოკუპირებული დონეცკი, რადგან მან შემოიტანა დრონების ახალი თაობა, რომლებიც უფრო შორს დაფრინავენ ვიდრე FPV დრონები და არღივს იმდენი, რამდენიც უკვე არსებულ გრძელმანძილიან დრონებს. უკრაინის მიერ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების დამიზნებაზე უკვე ვახსენეთ. ამასაც თავისი მიზანი აქვს. Kiev Independent-ი წერს, რომ 2025 წლის ივნისიდან 2026 წლის მარტამდე პერიოდში უკრაინამ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე 429 დათმა განახორციელა. ამ დათმებმა საფუძველი ჩაუყარა იმ საშუალო მანძილის დათმებს, რასაც ახლა ვხედავთ. უკრაინა ამ დათმებს იყენებს რუსეთის საბრძოლო მასალის საწოვებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე შაჰიდის დრონების საცავებზე სამიზნედ. ის ანადგურებს სადლობის ცენტრებსა და ჯარისკაცების შეკრებებს, რაც რუსეთს აიძულებს წინაღაზე განაფავსოს დანაყოფები, რომლებსაც არ აქვთ საჭირო რესურსები. ეს შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ საჰაერო თავდაცვა, რომელიც ადრე რუსეთის ინფრასტრუქტურას ახლო ზუგში იცავდა, გამოთიშულია თამთამაშიდან. რაც ქმნის უსაფრთხო საჰაერო დერეფნებს, რომლებსაც უკრაინა იყენებს რუსეთის ლოგისტიკისა და მომარაგების ხაზების გასანადგურებლად. უკრაინის სტრატეგია რთულია და დიდ კოორდინაციას მოითხოვს, თუმცა შეგვიძლია ასე შევაჯამოთ. უკრაინა შიგნიდან ასუსტებს რუსეთს, რათა შექმნას შესაძლებლობები იმ ტიპის კონტრშეტევებისთვის, რაც თებერვალსა და მარტში ვიხილეთ. ახლა ეს კონტრშეტევები ომს ამთავრებს? არა, მაგრამ არც უნდა ამთავრებდეს. კიდევ ერთხელ, ყველაფერი იმ აქტიურ დაცვაზეა, რომელსაც სირსკი ახსენებს. უკრაინა იკავებს ტერიტორიებს და სტრატეგიულ პოზიციებს, რაც საშუალებას აძლევს სხვა სექტორების დაცვა უფრო ეფექტურად შეძლოს, ვიდრე სხვა შემთხვევაში შეძლებდა.
მაგალითად ავიღოთ დონეცკი. ეხლა როცა უკრაინამ გაათავისუფლა სამხრეთის ტერიტორიები, რომელსაც რუსეთი ბუფერულ ზონად გამოყენებას აპირებდა, მას შეუძლია მეტი ჯარისკაცი ჩრდილოეთით და დონეცკის რეგიონში გადაისროლოს. თუ რუსეთს ამის წინააღმდეგ ბრძოლა სურს, მას მოუწევს ჯარისკაცების სამხრეთში გაგზავნა, რომლებიც ადრე დონეცკისთვის იყვნენ განკუთვნილი. ორივე შემთხვევაში რუსეთის მცდელობები დონეცკში წინ წაიწიოს დასუსტებულია, რადგან უკრაინამ ინიციატივა სრულიად სხვა ფრონტზე აიღო. და კიდევ სხვა ფაქტორებიც მოქმედებს. სწორედ მაშინ, როცა რუსეთს შეიძლება ეგონოს, რომ უკრაინის ტაქტიკას გაუმკლავდა, უკრაინა პუტინისთვის ახალ სიურპრიზებს ამზადებს. კიევის პოსტის ინფორმაციით, უკრაინა ახლა სარგებლობს მიწისქვეშა მარშრუტებით, რომლითაც ჯარსა და სამხედრო ტექნიკას გადაადგილებს. გამოცემა ამაზე მეტ ინფორმაციას არ აწუდის. თუმცა ვიცით, რომ უკრაინამ დიდი ინვესტიცია ჩადო გვირაბების ქსელის აშენებაში, იმ განადგურების ზონებში, რომლებიც თავად შექმნა. ეს გვირაბები გამოიყენებოდა და სავარაუდოდ ახლაც გამოიყენება რუსი შემოჭრილების ჩასაფრებისთვის. შესაძლოა ახლა უკრაინის მიერ შექმნილი მიწისქვეშა ქსელი უკვე იმდენად დიდია, რომ მას შეუძლია ეს გვირაბები ლოგისტიკური არტერიების სახით გამოიყენოს. რუსეთი ამას ვერასდროს წარმოიდგენდა. სწორედ ეს არის მთავარი. სისწრაფე და ინოვაცია ყოველთვის იყო ის მთავარი უპირატესობები, რაც უკრაინას რუსეთთან მიმართებაში ჰქონდა. ამ წუთებში უკრაინა ცდილობს კვლევა განვითარება პირდაპირ ჩართოს იმ სამხედრო დანაყოფებში, რომლებიც აქტიურად იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ. აცხადებს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრი. ის ასევე ამატებს, რომ უკრაინამ შექმნა უკეთესი მომზადების სისტემა სააერო თავდაცვის ოპერატორებისთვის. რაც საბოლოოდ ნიშნავს, რომ უკრაინა იყენებს თავის ტექნოლოგიურ უპირატესობას რუსეთის დასაზიანებლად. სესკი თავად ამბობს, რომ უკრაინის სამხედრო ძალა არასოდეს ჩერდება. ყოველ თვე უკრაინის სამხედრო ძალა ატარებს შეფასებებს საბრძოლო ოპერაციებზე, რომელსაც იცდებს, რათა დახვეწოს თავისი ტაქტიკა და გააუმჯობესოს კოორდინაცია სამხედრო სადლობის ყველა დონეზე. მოკლედ, უკრაინა ყოველთვის ეძებს გაუმჯობესების გზებს. პუტინი კმაყოფილი იქნებოდა ომის წარმოებით 10 წლეულების წინანდელი ტაქტიკით. ახლაც კი რუსეთს უჭირს ადაპტაცია. დიახ, რუსეთი იყენებს დრონებს უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ ამის გარდა რუსეთი 2026 წელს 10 იმავე გამოფიტვის ტაქტიკას მისდევს, რასაც 2022-ში. და ეს სტრატეგია უკვე იწვევს დაშლას. ასე რომ, როდესაც ვამბობთ, რომ უკრაინამ რუსეთიდან 50 კვადრატული კილომეტრის დაბრუნება წარმოუდგენელი გამარჯვებაა, მხოლოდ ტერიტორიას არ გულისხმობთ. ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ უკრაინისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ეს წარმატებები მიიღწევა ქვეყნის მუდმივი ადაპტაციისა და ზრდის უნარის შედეგად. პუტინის შეჭრა მიუხედავად თავისი სისასტიკისა, უკრაინამ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალად აქცია. უკვე დაწყებულია საფასხო დარტყმა. უკრაინას აქვს ინიციატივა, რადგან ის იბრუნებს ტერიტორიებს და რეკორდული რაოდენობით ანადგურებს რუს ჯარისკაცებს. 2026 წლის გაზაფხული უნდა ყოფილიყო რუსეთის გამარჯვებისთვის საბოლოო შეტევის დასაწყისი. თუმცა ახლა ეს უფრო გავს უკრაინის მიერ რუსეთის შეჭრის საბოლოო დასრულების დასაწყისს. ეს მხოლოდ ჩვენ, უკრაინელები არ ვამბობთ. რუსეთის დანაკარგების ზრდასთან ერთად ვლადიმერ პუტინის სულ უფრო შორდება რეალობას. მაშინ როცა კრემლი უკვე აფრთხილებს, რომ ფრონტის ხაზზე მდგომარეობა კრიტიკულია. საბოლოოდ, ვლადიმერ პუტინის ილუზიამ და უკრაინის განვითარებამ შეიძლება პუტინის უკრაინული ოცნების დასასრული მოიტანოს. და თუ ჩვენს ვიდეოს უყურებთ, გაიგებთ რა. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, რომ არასდროს გამოტოვოთ ჩვენი ანალიზი უკრაინაში მიმდინარე ბოლო მოვლენებზე. მადლობა ყურებისთვის.